მოგესალმებით მეგობრებო ყველას, დღეიდან აი ეს რაღაცა სიყლინჯე ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განცხადება არის. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა და ისინი აცხადებენ, რომ თუ კი ადამიანის მიმართ სიძულვილის ენით გამოთქმული წინადადებები დაფიქსირდება, ასეთი ადამიანი იქნება აუცილებლად, არ ვიცი, არ იძახიან რა იქნება, დასჯილი, დაკავებული, რა ქვია მაგას, დაჯარიმებული, სოციალური სფეროდან დაბლოკილი, თუ რა კრიტერიუმებით და რა სასჯელ აღსრულებელი ორგანიზაციით ემუქრებიან ამ ხალხს მაინტერესებს რა. მაინტერესებს ერთი რა. ყველას კვატიჟებთ. თქვენ თუ იცით ამის შესახებ, ნუ არც იმას იძახიან აქამდე რომ მაგათიანები და მთლიანად პოლიტიკოსთა მთელი მოდგმა, თუნდაც სასულიერო პირთა მთელი მოდგმა იგინებოდა უშველი პირით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმას შეეხება თუ არა ეს კანონი, დღეიდან პირიდან გამოსული ის სიტყვა, რომელიც ადამიანის ემოციას გამოხატავს, იმ სიტყვის გამო დასჯილი ადამიანი იქნება დასჯილი, დაპატიმრებული, თუ რა იქნება ამას არ აცხადებენ და სწორედაც ის რა არის სიძულვილის ენა, ეს ჩამოგვიყალიბონ რა არის სიძულვილის ენა და გვითხრან რას გულისხმობენ სიძულვილის ენაში. ხო შეიძლება სიძულვილის ენა სიძულვილის ენა არის ადამიანი რო თავის თავს იწყევლის ვაიმეთიც. შენ შემოგევლეთ სიძულვილის ენა არის. შენი ჭირიმეც სიძულვილის ენა არის. მაგალითად ეხლა ხო შეიძლება რომ აგვიხსნათ რას გულისხმობენ სიძულვილის ენაში. წყევლად სიძულვილის ენა არის, გინებად სიძულვილის ენა არის. ანუ ადამიანები უნდათ სრულიად დაამუნჯონ. ბიჭო, ისეთ რაღაცას დავწერ, რომ ამათი არსებობის, ეხლა მაგიასაც აკრძალავენ, დედას ბიცა ვარ, ისეთ მაგიურ რაღაცებს მიუმართავ, რომ ესენი სულ გაქრებიან მთლიანად რა. არა, მუქარის ენა არ აინტერესებთ? მუქარის მუქარის ენა არ არის სიძულვილის ენა? მაგათი წულუკიანი რო იმუქრება, რომ ის წიხლებს ნუ გვირტყავთო, რომ ისეთ წიხლს ჩაგადღლიზავთო, რომ ვერ ამოისუნთქოთო, ის არ დაისჯება ნეტას საინტერესოა თათია? თუ თამთა. საინტერესოა ეთი რა კრიტერიუმებით ჩამოაყალიბეთ რა, თუ რაღაცა კანონი შემოიღეთ, მაშინ ისიც გითხარით გამართულად, რომ რა არის თქვენთვის სიძულვილის ენა. რომელი მუხლია ის მაინც გითხარით, რა მუხლის მიხედვით ჩამოაყალიბეთ, ან რა მუხლში მოვძებნოთ ის, რაც თქვენ თავში გაჩნდა უცბად, გაიჩითა. მაინტერესებს რა. ხო, მოკლედ ერთი სიტყვით ცოტა ჩამოყალიბდით რა. და ისე მაინც გვაცნობეთ რაღაცა, რომ შიში არ დათესოთ ადამიანებში, სხვათა შორის ეგ თქვენი მუქარაც სიძულვილის ენაა, რო იცოდეთ. დიახ. რა ვიცი, ახლა სიძულვილის ენა შეიძლება ყველაფერი იყოს. ადამიანს რა მოელანდება, შეუძლია დაარქვას სიძულვილის ენით საუბრობს. მე რა გავიგო ახლა, რა არის სიძულვილის ენა და რა არის კარგი ენა, გამაგებინეთ? მოკლედ რა. აი თქვენ რომ ლაზარი არ გესმით ხომ ფაქტის სახეზეა და ისეთ სიტყვებს გაგიჩითავთ, რომ ვერზე გაიგებთ, რომელ ჩულში ზიხართ რა. დიახ. ხო და თქვენ სანამ იმას გაიგებთ ლაზარეს ენით რა ვთქვი? აი მაშინ შეგიძლიათ მერე დააკანონოთ რა.
საყვარლებო, ის მითხარით, ოღონდ, ჩემი ძველი ვიდეოები სიძულვილის ენაა თუ არა? ოღონდ ისე კი არა, რომ დამაჯარიმოთ, მითხარით უბრალოდ სიძულვილის ენაა, ჩემო ჩაკალელებო? ჩურში მჯდომებო, ჰა? ხო. შემიძლია გითხრათ, რომ აი იცით რა არის საყვარელო? ეგ სიძულვილის ენა სიყვარულის ენაა და შემოგიტრიალოთ სრული რეალობა. მითხარით, აბა მაინტერესებს, თქვენ რას მომიდებთ შარად? ღმერთო ჩემო, სად ჩავედით? არა, ის სიძულვილის ენა არ არის? პოლიციელები რომ დედას აგინებენ და დედას უხნავენ ახალგაზრდებს? უდანაშაულო ხალხს? ეგ სიძულვილის ენა არ არის? 6 პოლიციელი რომ დააჯარიმეთ, ის დანარჩენი 4 საწავიდა. თუ არ იგინებოდა ისეთი ძალიან ანგელოზებრივი იყო. იქნება პირველ რიგში თქვენ თავებს მიხედოთ, თქვენი თავები დააჯარიმოთ, თქვენი თავები განბანოთ და განწმინდოთ და მერე სხვებზე გადაწყვეტეთ რა. და გარდა მაგისა, მაგაში დახარჯული თანხები ჯობდა იმ ხალხისთვის გადაგერისხათ, რომელი ხალხიც აქამდე მოითხოვს ბავშვების ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ხო, რა ვიცი, აბა რა ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას თქვენ ტრაკებზე ზრუნვა გირჩევნიათ. ტრაკით სიძულვილის ენაა? ეხლა არ მითხრათ, რომ ტრაკი არის სიძულვილის ენა, რომ გამოვთქვი უცბად. ბიჭო, გამაგებინეთ რა არის თქვენთვის სიძულვილის ენა რა? იქნება თქვენ ჩემი ლოცვა სიძულვილის ენად გელანდებათ. მე რა ვიცი რა გელანდებათ თქვენ თავებში რა სიტყვებია ცუდი და ბილწი. მოიცა რა, სანამ თქვენ გამაგებინებთ, მანამდე ვირი ხეზე ავა. ჩამოვა, კიდევ ავა, კიდევ ჩამოვა და სახლის წინ მოჯვავს. იცი ვისი სახლის წინ? აი ვისაც გონია რომ სიტყვები არსებულა და ის სიტყვები ბილწია. აი იმათ სახლის წინ მოჯვავს ძალიან ბევრს. ხო და სუნი აყროლებს იმ ხალხს და მერე ამ მძღნერს ფუნას, რომელიც ამ ვირმა ტყემალზე ასულმა და ჩამოსულმა, ორჯერ ასულმა და ჩამოსულმა ვირმა მოუჯვა, ხო? აიღებს და ნაგავში გადააგდებს. ხო, რა ვიცი, აბა ეხლა მაშინ ესე უნდა ვილაპარაკოთ. ზარი, ხო, ეხლა მოჯმაც სიძულვილის ენაა? ვერ გავიგე, აი მითხარით რა, კონკრეტულად მინდა ვიცოდე, რომ როგორ შეიძლება რომ აი მე რომ რაღაცას ვიტყვი ისეთი მწარე ენა მაქვს, რომ ეს თქვენთვის არის სიძულვილის ენა თუ სიყვარულის ენა? მაინტერესებს, იმიტომ რომ მე რა ვიცი ახლა, მაშინ საერთოდ აღარ უნდა ვილაპარაკო? მე ისეთ სიტყვებს ვიყენებ, რომელიც ჩემთვის საერთოდ ბინძური არ არის და არც ბილწი არ არის, რომ თქვენ თავებში მე რა ვიცი რა არის ის. ხო, თვითონ პარლამენტშიც იგინებიან და ხოცავენ ერთმანეთს და მოუნდათ რა. ხო და მაინტერესებს ნეტა ის ხალხი, ვინც იგინება და ენას ვერ აჩერებს ხოლმე, იმათ თუ ეპრიანებათ ეს რაღაცა სიყლინჯის კანონი. ეხლა იქნებ სიყლინჯეც ცუდ სიტყვად აღიქვათ და სიძულვილის ენად აღიქვათ, ჩემო საყვარლებო. თქვენ ხო ყველაფრის მოფერება გინდათ, მადე ჩურჩურებში, ხო, ძალიან გინდათ მოფერებები კი. ხო, და მოგიფერებით ახლა რა ვქნა? წკეპლა არ მოგიხდათ. არა. არ გიყვართ, ძალიან გაგამწავროთ წკეპლა. არ ვიცი რა, არ ვიცი ხალხო, აი თუ სადმე ოდესმე შიზოფრენიის უმაღლესი დონე დაფიქსირებულა პარლამენტში თუ სახელმწიფოში თუ ერში თუ ბერში, აი დღევანდელი დღეობაა რა, 1 ივნისი 2026 წელი. 5 საათი და 5 წუთი. დაიმახსოვრეთ ეს კაცობრიობა. დაიმახსოვრეთ, რომ შიზოფრენიის უმაღლესი დონის გამოვლინება სრულიად ერში, სრულიად ბერში და სრულიად სახელმწიფოში.
გაკოცეთ. ხო, ჩამოგვიწერონ, რომელი სიტყვები არ ვიხმაროთ, ჩამოგვიწერონ რა. ჩუჩუნჩუჩურებში. ეხლა ჩამოგვიწერეთ, თან ჩამოგვიწერეთ და გამოაქვეყნეთ ძალიან დიდად თქვენს პიარ გვერდზე თუ პინ გვერდზე თუ მთავარ გვერდზე. გამოაქვეყნეთ, რომ იმ სიტყვებს როგორღაც დავუახლოვდებით და ჩაო ჩაოს ვეტყვით დავიმშვიდობებით სრემლის თვალებით და ასე შემდეგ. ის სიტყვები ხომ გადაშენდება და გადაჯიშდება და საერთოდ აღარ იარსებებს. საწყალი სიტყვები რა ვქნათ? გაწირეს ესე უცბად. სამაგიერად აღმოცენდებიან ის ძველები, რომლებიც დაფარულში იყვნენ. მაგალითად როგორც არიან ჩუჩუნჩუჩურები, დიახ. ხო და მერე ისინიც კარგად ისწავლეთ, ჩემო საყვარლებო და მაშინ ვიტყვი რომ ლაზარეს ენა აღმდგარა. აბა კარგად. ხო, მართლა, ისე რომ იცოდეთ, ფალოსიც ისეთი სიტყვა, რომ ადამიანის გენიტალიას აღწერს და თუ ადამიანის გენიტალია არის ცუდი სიტყვა, მაშინ ადამიანის გენიტალიებიც უნდა წააჭრათ, ხო, იმიტომ რომ რაც ცუდი სიტყვაა, ის ხორციელში კარგი როგორ შეიძლება იყოს და აგერ თუ ფალოსი ცუდია, მაშინ უფალო დევს და უფალოშიც ფალოსი დევ და აბა მაშინ ყველა მრევლის წევრი დაიჭირეთ, მრევლის წევრი იქნება თუ მრევლი, თუ მეუფე რომელიც უფალოს გამოთქვამს. ასე რომ ჩემოკარგებო, რა ვიცი, 1000 რაღაც შემიძლია ისე კარგად მოვქნა, რომ აქეთ დაგიჭიროთ ციხეში, ან დაგაჯარიმოთ, მაგრამ ამითი რა გამოვა, არც თქვენი სწავლით და არც კაცობრიობა. ხო, ასე რომ, რა ვიცი, ჯობია სიტყვების მაგივრად ქმედებები დასაჯოთ. კარგი? აი, რამდენიც კი და იმდენი პედოფილია, მაგალითად, რომელიც უნდა გამოსაძიებელია და მონიტორინგი იმაზე რო აწარმოოთ, არ გინდათ? თუ მაინც და მაინც ის სიტყვები ადის თქვენს ნერვებში და ჩადის ისე, რომ ძალიან გაგაღიზიანათ. ჩეკლილებო. ფუიეშ მაქს. წავედი აბა.